დილამშვიდობის სამეგობრებო, როგორ ახართ? ხომ ხართ? ყველანი კარგად. ვერ მოვედი წუხევ მეგობრებო, დღესაც არ მქონდა დრო, მაგრამ მაინც შემოგირბინეთ ცოტა ხნით, რომ სად ვიყავი, რატომ ვიყავი, რომ მეთქვა. ხო, იქ საშუალო გარეთ გაწვიმდა და შემოვიტანე და იქით აიმანზე მაქვს გასატანი. წვიმს ცოტა წუხევ რომ გაწვიმდა, ცოტა წვიმს. დიდათ არ ჩანს ახლა აქ, მაგრამ წვიმს. ხაჭაპური გამოვაცხე ამ დილიანად. დილა არის ჯერ. გამოვაცხე. რაღაცები მიმოვალაგე და დავჯდე ვიდეო ჩავწერო და მერე გავაგრძელო. რატომ ვერ მოვედი გუშინ, სად ვიყავი? სავატკოფოში გვიწევს ჩემი ძმისშვილი, გუშინ დააწვინეს ორსულად რომ იყო ის გოგო ვიდეოში რომ ვამბობ და აი მაგ ვიყავი, მაგ მივდივარ დღესაც და რა ვიცი, მერე მოგიყვებით. ცოტა მაგიტომაც არის რომ ხასიათზე არ ვარ. გეტყვით მე მაგა სალამი გუშინ ამირანი მოიკითხე, მადლობა მოკითხვისთვის. ამირანი კარგად არის, მეც მადლობა. უკეთესად კი არა, კარგად არის. მადლობა შენც მაგა გახსენებისთვის, მოკითხვისთვის და მადლობა იმ ექიმს და იმასაც კიდევ ვინც მიგვასწავლა. წასულია, მუშაობს, კარგათა. და მადლობა ყველას, ვინც გუშინ მამაჩემის დაბადების დღის ვიდეო ჩავწერე და კომენტარები მომწერე. ყველას მადლობა. ათი ახლა გახდა საათი. დილას ვერ ავდექი, იმიტომ რომ ამის პირველი იყო რომ ჩამოვედით. სამაგობოდან და გვიანამდე დღეს. ეხლა რაღაცეები გავაკეთო და მერე შობის მერე ისე წასასვლელი ვარ და საჭმის დღეს არაფერს არ ვაკეთებ. მაგ რაღაცეები რომ ვაკეთე წინა დღეებში. გუშინ ჰოდოგებიც დავაცხვე. ისიც ჭამეს, გელა წავიდა ხო მართლა. გელამ წასვლის ხანს იგიც ჭამა. გავატანე რაღაცეები და ტოლმაც კიდევ ხელმეორედ შევახვიე, ცოტა დავამატე იმას რაც იყო და ძალიან უყვარს არასაც სალომესაც გავატანე და რაღაცეები კიდე აჯიკა იგი ჩაულაგე, წავიდა. ხო და რომ არის დარჩენილები კიდე გუშინდელი, ეს ამოიწუროს. ხაჭაპური გიგას გამოვწვე, დილას არ ჭამს არაფერს. ვიცით უფრო მეტად ხაჭაპურს ვიდრე სხვა რამეს და ხო და ასე რომ დღეს სადესაც ფაქტიურად ვერც გავაკეთებ, რადგან დროც არ მაქვს. ვიცი მეგობრებო, მელოდებით რომ რამე კერძის ვიდეო დავდო, რამე ახალი სხვა ვიდეო დავდო, მაგრამ ვერ ვახერხებ ეს ბოლო დღეები და რა ვქნა. ხამთავარია ძმისშვილი კარგად იყოს, ანუ ყველაფერმა კარგად ჩაიაროს, კარგად იყოს და
სხვა რამის თავი ნამდვილად არ მაქვს. ცხელა მეგობრებო, ესე ცხელა წვიმს და მაინც სიცხეა და ამ ღუმელს და რაღაცებს რომ ჩართავ ეს სულ ადუღდება აქაურობა. აი ჩემი ორქიდეა რომ გაჩვენოთ, ახალი ფესვები რომ გაჩვენოთ. ნახე როგორ გამოვაცოცხლე. აქ სულ ახალი ფესვები აქვს წამოღებული. არ ვიცი რამდენად ჩანს. ახალი ფოთოლი აქვს წამოღებული. ჩანს მეგონი ძალიან ლამაზად შიგნით პატარა სულ. ისე გამოვაცოცხლე, ისე გამოვაჯამრთელე, რომ კიდე ახალი ფესვები მოაქვს გვერდით. ყოჩაღად არის. აი ჩემ ვიდეოს ალამაზებს. იქით ყვავილებიც იცით რა კარგად აქვს. გაჩვენოთ, მაგრამ იქ ახლა ყოველ დილით თუ აივანი არ დაალაგე. მომოსა დასალაგებელი გუში სულ დავხვედე, სულ მოუწმინდე, სულ დავალაგე, მაგრამ დღეს ისე ვისია. აი გაჩვენ. ეს კი იცით ჩემი გლობუსა. აგიც ახლა მალე საკვირტეებს გაიკეთებს და ახეთ გვერდითაც მოაკტანებ. და პატარა შევარდისფერებულ ყვავილებს გაიკეთებს. ეს კი მაქვს სულ კარგად, სულ ყოველთვის კარგად არის ეს. ამას მოვატეხე ნაწილი ფოთლები და უკან ჩავრგე ესენი. თუ გაიხარებს, თუ არა გადავაგდებ და აი ახალი მოაქვს და სულ მინდა რომ ბუჩქივით გავზარდო. აი ჩემი პრინცესები ფოთოს შლის უკვე და ესეც ჩემი თეთრი კალა. ნეც კი გავს კალას და ფოთლებზე ვასხამ წყალს. ეს მიხარია ასე კარგად რომ არის. ფოთლებზე ვასხამ წყალს და რაც ჩააქვს ეყოფაო მითხრეს, არ უნდა მეტიო და მაგრამ ყოველ დილით წყალ. ესეც ნახეთ როგორია. ალოე ეს მინდა, იმიტომ რომ სამკურნალოა და გავზარდო მინდა. იხარებს ყვავილები კარგად და მიხარია მეც რომ მე არ ვიცი მეგობრებო, თქვენ რამდენად ხართ ამაზე მაგალითად დაკვირვებული, მაგრამ მე ვარ. მე ჩემი ყვავილები თუ მოიწყენს და ხედავ რომ რაღაც ვერ აქვს, განსაკუთრებით რომელი ბედნიერების ხედა ის იასამნისფერი ყვავილი რომ აქვს გარეთ. თუ მოიწყინა და რაღაც ფოთლები შევატყვე რომ რაღაცნაირად აქვს, აუცილებლად რაღაცა იქნება. თუ ხასხასაა და ლამაზ ფერებში არის და თუ ბედნიერად არის, რაღაც კარგს ველოდები მაშინ. ბედნიერების ხეც არ ვიცი რატომ კარგად არის ახლა, მაგრამ არ ვიცი ქუთანი არ ყოფნის თუ რა ხდება. მე ნახო ინტერნეტში, აი ნახეთ ფესვები გამოიღო ფოთლებზე და მე მგონი რომ ეს ცოტა უჭირს და იმიტომ. ისე ნახეთ როგორია რამხელა. ეს პატარა იყო და ერთ წელიწადში ამხელა გახდა. ძალიან პატარა არა. ეს მე მინდა რომ გავსხლა და რა ვიცი შემოდგომაზე შეიძლება გადავიტანო სხვა ქოთანშიც. ფიქრობ ის ფესვები რომ აქვს შეიძლება უჭირს და მაგითო. ან გასასხლავი. მე მოვძებნი და გოგლი ნახავ და მაგასაც მივხედავ. ხოდა რატომ თქვი ახლა იმას რაღაც რომ უჭირს უკვე.
მიხვდები რაღაც უნდა ისე ვერ იქნება საქმე. მე ვუყურებ ამას და მართლა რაღაცა არის და ვირწმუნე, რომ ბევრჯერ ყოფილა. თუ ხარ ჩემთან ყვავილები, ყველაფერი ხარობს მაშინ. სენცხელა. ძალიან ცხელა. ეხას ჩაი დავლიე. თუნდაც ყავა არ მინდოდა, ტკბილი მინდოდა. ყავას არ შემდგეს და ჩაი დავლიე ახლა და ცოტა სახლა ავდგერები მიმოვალაგებ. რომელი წავიდე. ალბათ არ ვიცი, ნახოთ შეიძლება დღესაც ისე მომიწევს გვიანამდე დარჩენა და ნახოთ საღამოს ვიდეო შეიძლება ამ მქონდეს და ამ მე არ ვიცი ზუსტად. ნახოთ რა როგორ და რა იქნება. აქ ჩემს ქუჩაზე ყოველ დღეში ორჯერ სამჯერ რა ვიცი დადის ფაითონი ცხენებით და ვიღაცებს დაატარებს ეთყობა აქ ისე რა უნდა და გუშინ გავიჭერე მომენტი და გადავიღე და ჩავაგდებ მაგას. ასე დადიან ჩემ ქუჩაზე ეს ცხენები და ყოველ დღე დასეინობენ. დასეინობენ რა ცხენები კი არ დასეინობენ. ვიღაცებს დაატარებენ. ყოველ დღე და როგორ მიყვარს ცხენი და ის ცხენის ფეხის ნალების ხმა ძალიან მიყვარს, მაგრამ ძალიანაც მეშინია. ახლოს მისვლა მეშინია, მაგრამ ძალიან მიყვარს. ყველა ცხოველი მიყვარს, რა თქმა უნდა, მაგრამ განსაკუთრებით შველი და ცხენი. არ ვიცი რატო. შუაში სილამაზეს ვხედავ, ვისაც სწავლ რაღაც არ ვიცი. ყველა ცხოველი ლამაზია, თავისებურად ყველა ცხოველი ლამაზია, მაგრამ არ ვიცი. ჩემთვის ყველაზე ლამაზი მაინც შველი და ცხენია. მაგრამ ყველაფერი მიყვარს, კატა მყავდა და მიყვარს და ქუჩაშიც ვეფერები კატებს. როგორ არა, ყველაფერი მიყვარს. შიში მაქვს. ძაღლი მიყვარს ძალიან, მაგრამ თუ არ ვიცი პატრონი არ ახლავს, მისლა ცოტა მეშინია. იმიტომ რომ ერთხელ მიკპინა და ძაღლა ამ ხელზე. ამაზე რაღაც მაქვს. ამაზე სულ ცოტა მეთქობა, სულ ოდნა. არ ვიცი ეს ვიდეოში თქვი თუ არ თქვი. შეიძლება სულ ადრე მქონდეს ნათქვამი, არ ვიცი. მეზობელთან გამაგზავნა მამა ჩემმა. არ ვიცი, ნამდვილად არ მახსოვს მოვყელი თუ არა. მეზობელთან გამაგზავნა მამა ჩემმა დილის 6 საათზე. მეზობელს ვიცოდით რომ ყავდა ავიძაღლი, მაგრამ სულ დაბმული ყავდა და გამაგზავნა რატომ რაღაც ფული ჭირდებოდა და შეთანხმებული იყო რომ დილას გამოვშვი და გამოვატანო. ხო და რომ ჩავედი საფხულის პერიოდი იყო დილის 6 საათი და ჩავედი მე რომ შიში მაინც მქონდა, როგორც ძველი სახლი მქონდა და ახალი სახლი და იმ ახალ სახლში მიდოდა რომ შევასწრო, მეთქი რომ იცოდი სულ ძველ სახლში ყავდა დაბმული და მაინც რომ მქონდა შიში, რა ვიცი, მამაჩემ რატომ გამაგზავნა კიდე მე არ ვიცი. მაგრამ ახლოს იყო ჩვენთან ძალიან და მე რომ მივედი იმ ახალ სახლთან და ხელი მოვკიდე ასე ჭიშკარ შევასწრა რომ ის სანამ დამინახავს მეთქი და ყეფას დაიწყებს და რაღაც იმ დონეზე შიში მქონდა იმის რომ ვიცოდ დაბმულისაც მეშინობდა. და ხელი რომ გადავყე ასე ამ ხელით. გადავყე რომ ჭიშკარი გავაღო და შევასწრა შიგნით. თურმე ჭიშკრის ძირში წევს, ხის ჭიშკარი იყო აივანში შიგნით შესასვლელი და იმის ძირში წევს თურმე და ჩემი ხელის მანამდე ვერ დამინახა.
ჩემი ხელის მოდება და ამის გამოიძება და ხელზე შეხვტომა ერთი იყო. შემახტა მეკბინა და მაგრამ არ ვიცი რაღაცნაირად გავაშვედი ხელი. თუ გამიშვა თუ გავაშვედი ეგ აღარ მახსოვს. და გავიქეცი და წამოვყვეს სახეს. მე პატრონებმაც გაიღვიძენ რა შეიძლება არც ეძინათ არ ვიცი. გამოვარდნენ გარეთ და ეს სახლი მომყვება მე და მე გავბივარ. იქით და მე აღმაწავედი რომ სახლისკენ მინდა გავიქცე. კაი ხანს მზდია, მაგრამ გავასწავლე. შეშიმანახე და გაქცევასგან. მე შემეშვა, თორემ იმას რომ კიდე რა ვიცი დავეჭირე. პატარა ძაღლი იყო, არ იყო დიდი, მაგრამ ძალიან ავი იყო. მე მომაჩემა ესა და მე მთავრას გაგიშვი შენოდა მე რა ვიცოდი სულ დაბმული იყო აქ ძაღლიო და მე რენტგენმაც ბოდიშები უხადეს მომაჩემს რომ თანავიცოდით დილას უშვედით და რა დაგვავეწყდა ალბათ ჩაძინებული იყვნენ და ვერ დააბეს და გვიანღამე უშვებდნენ რა ვიცი თორე ისეთი კაი ხალხი იყო ისეთი პატივსაცემი ხალხი იყო რომ მაგას თქო ვერ გაიგვიძეს და დარჩა ძაღლი მანამდე როგორ ვერ გაიგო რომ მივდიოდი რავი მან დამაიც იმ დროს მეტაკახეს მთელი რომ გადავყეში რამდენი ისტორიები მაქვს რამდენი მე სახლში მომეჩნია არ იყო ორი ძაღლი არც არ გაგვიკეთე მაშინ სად იყო მასე რა ქვია სოფიანი არის თუ არა რომ ხა ტესტებს აკეთებენ და არაფერი არ გაგვიკეთებია ლობიომადეს და ისე მომეჩნიეს გაწვენდა და უფრო მეტად და შიგნით შემოასხა. ხო და არც ტესტები გამიკეთებია და თან მოხარშული ლობიოს მარცვლით მომირჩინა ბებია. საერთოდ არ მეტყობა უბრალოდ მე რომ ვიცი იმ წერტილში მომჩნია, ვერ დაინახავთ ვერაფერს. ამ წერტილში მომჩნია სულოდნა. ასე რომ ხან ხიდან ვარდებოდი, ხან ძაღლი მკვდენდა, ხან ნაკვეთსხალში ვარდებოდი, რა ისტორიები არ მაქვს. და რამდენი გამახსენდება გზა და ახლა არ მახსოვს ვინც. ხო ექსკურსიაზე ვიყავით. სკოლის მოსწავლე ვარ, ვამთავრებ სკოლას კი მე-10 კლასში ვარ და წავედით ექსკურსიაზე წაგვიყვანეს მასწავლებლებმა თბილისში თარწმინდას და გვიან საღამოს ჩავედით და მეორე დღეს დილიანად უნდა წავსულიყავით თარწმინდას ჩავიცვით მოვიწესრიგეთ თავი გამოვედით ავედით იქ თარწმინდასთან და იქ ფეხით რომ მივდიოდით ასეთი ქუსლით ფეხსაცმელები მეცვა. მე-10 კლასელი გოგო ეხლა ცოტა ვითომ რაღაცა. მაშინ ასე კეტები და ასე ის არ იყო. ეხლა რომ არის სულ ყველაფერთან ბოტასი და კეტი აცვია. მაშინ უფრო ტაპკების მანაირი და უფრო ტოფლები და რაღაც ასეთი ის იყო. ანუ ტრენდული მოდული და მივდივარი და უცებ ნახა რომ ერთ ფეხსაცმელზე მომიტყდა ქუსლი. ეხლა რა უნდა ვქნა? კი მაქვს ორი ფეხსაცმელი წაღებული, მაგრამ გზაში ხომ არ წავიღებდი. იქ სადაც სასტუმროში ვიყავით, ერთი იქ მაქვს. და იქ გამოვიცვალეთ და წავედით ეხლა. ვაიმე და ვთქვი ეხლა რა ვქნა? თან შემრცხვა, თან როგორ ეხლა როგორ უნდა ეარო და ჩემმა კლასელმა ბიჭმა მაგი არაფერი არ არისო. მომეცი მაგი მეორეცო გაიხადეო და მეორეც მოაწყო. და ასე დავდიოდი თბილისის ქუჩებში სანამ სასტუმრომდე მივიდო. მე პანთეონში გვინდოდა ჩასვლა და იქაც
რაღაც ლიფტი ხომ არის და ლიფტით ჩადიან. ისიც არ მუშაობდა და ფეხით მოგვიწია კიბეებზე ჩასლა და ამოსლა და ესე იგი დავიტანჯე. ქუსლი ხომ არის ამასთან გაერთიანებული ისე რომ სწორად იარო და ეს რომ აღარ ქონდა ქუსლი ასე დავდიოდი. თბილისში შემოვიარე მასეთი მით. თან და თან მახსენდება რაღაც ისტორიები. შენ კარგი იყო იქ პანთეონში. ის და ის იყო მეტი არც ყოფილა. მე იქიდან თეატრში წაგვიყვანეს. რაც მეტი არაფერი არ საგვითვალიერებია იქ. უკან მოგვაბრუნეს და წამოვედით. ერთი ღამით თერით ვიყავით იქ. კაი პერიოდი იყო მაინც. მის მეტი მეც აღარ ყოფილვარ არც. მე ჩემი შვილები მყავდა, როგორ არ დავყვებოდი ექსკურსიებზე, მაგრამ მაგ არ ყოფილვარ. მაშინ მე ჩემი შვილები რომ გაიზარდნენ, ასე იყო, ყველა თითქმის ერთი და იგივე ადგილას დადიოდა წლები აქედან ექსკურსიით. ვარძია, სათაფლია, დედათა მონასტერში და რაღაცა ასეთი გეს იყო ეს გრაფიკი იყო შედგენილი, რომ აქ დადიოდა სულ. იქ ვარ ყველგან ამყოფი. სათაფლიაში დინოზავრის ნაკვალი, ეს ყველაფერი მაქვს ნანახი. რა პრობლემაა ისე ვყვებით თითქოს თბილისი სადღაც იქ არის. ეხლა შეგიძლია წახვიდე ყველაფერი დაათვალიერო და იმის მერე რამდენი რამე გაკეთდა, მაგრამ ხო რა ვიცი. ფაქტიურად ვერ ვახერხებთ ვერსად წასვლას. ეხლა სანამ კიდევ გაიღვიძებს შევდგა ეს ხაჭაპური, რომ თბილად იყოს. არ გაუცივდეს. ჭურჭელიც მოსალაგებელი მაქვს და რაღაც გავაკეთო, თორემ თუ ვიჯდები და თმები კი არ დამივარცხნია ის ველით მასე შემარშა. სანამ იქ წავალ, მანამდე დედაჩემსაც მინდა რომ დავურეკო. მოვასწრა, მოვიკითხო. ესეც გასატანი მაქვს, რომ იქ არ დასველებულიყო. რაღაცის იქ აივანზე რომ არ დასველებულიყო, შემოვიტანი, ახლა იქით მაქვს გასატანი და მაგას მივხედო რაღაცებს მეგობრებო, რომ სხვანაირად არ გამოვა. სანამ წავალ, მოვაწესრიგო სახლი და მერე რომ წავალ, შერგებულად წავალ, რომ შეიძლება გვიანამდე დავრჩე, შეიძლება ადრე ჩამოვიდე, არ ვიცით როგორ ნახავ, როგორ წავა საქმე და მის მიხედვით.
გამოიცვალე მეგობრებო და გავიქცე უნდა ეხლა ისევ საავადმყოფოში. თმაც ისე დავივარცხნე, რომ არ მაქვს დიდად არაფრის თავი, როგორც ვარ ისე ვარ. გავიქცე უნდა ეხლა და მე მოგიყვებით ყველაფერს. დროებით მეგობრებო, აბა მაპატიეთ ასეთი ვიდეოებისთვის კიდევ რომ სულ ასე მიწევს, მაგრამ რა ვქნა ეს დღეები გვაქვს რაღაც პრობლემები. დროებით მეგობრებო, ვნახოთ, დიდად ვერ დაგვირდებით, მოვალ თუ არა საღამოს, თუ მოვალ და თუ ვერა და მაპატიეთ. მიყვარხართ ყველა, კარგად.